მოგესალმებით მეგობრებო, გაგაცნობთ ჩვენს კიდევ ერთ სამზარეულოს. პირველ რიგში ფერებით რო დავიწყოთ, ფერების აღწერით, გვაქვს მდოგვისფერი ფერი, ძირითადი, რომელიც არის ქვედა და მაღალი კარადებზე გამოყენებული. შუა ნაწილზე რაც შეეხება ვიწრო კარადებზე, აქ არის ეგრეთ წოდებული სპილოზვლისფერი გამოყენებული, რაშიც თვითონ ფართუკი და ზედაპირიც გადის, ანუ ეს უკვე კვარცი გვაქვს აქ მასალა გამოყენებული. ფასადებს რაც შეეხება, დამუშავებული არის, ნახეთ, ანუ კუთხეები წაკვეთილი არის, ასევე შიდა გულზეც ორმაგი წაკვეთა არის გაკეთებული და საკმაოდ ელეგანტური და ლამაზი ფასადები გამოვიდა. მექანიზმს რაც შეეხება, უჯის მექანიზმებზე გამოყენებული გვაქვს ბლუმის უჩინარი ტანდემი მექანიზმები, რომელიც რა თქმა უნდა ნელი და ხურვისაა და საკმაოდ ხარისხიანი არის. სახელური კიდე დანიური ფირმის არის. სექციებით რო დავიწყოთ ახლა. აქ ჩამოდის ბალკა, მაგრამ ეს ბალკა დამალული არის და კარად არის გაკეთებული, სათავსო არის ასეთი, ქვევითაც ანალოგიურად. აქეთ გვაქვს უკვე ჩაშენებული მაცივარი, ზედა სათავსო და ქვედა საყინული უკვე. გვაქვს სეტკა მექანიზმი, სადაც ზეთის ბოთლი და ესეც უნელები და ესეთი ის არის უკვე დატვირთული, ნიჟარის სექცია გვაქვს, თან სწორ დაპროექტებასაც გავყვეთ. შემოსასვლელთან ახლოს არის მაცივარი, გამოიღეთ პროდუქტი, გარეცხეთ, აქ უკვე მოსამზადებელი მხარეა, სადაც გვაქვს უკვე ბლუმის უჯრები. უკვე აქეთ არის გაზი და ღუმელი, რომ უკვე მოამზადოთ პროდუქტი. და კარგი ის არის, რომ ფანჯარა არის ახლოში, რომ გამწვავთან ერთად ფანჯარაც დაეხმარება, რომ სუნის გასატანად. დაბოლოებაში ასევე არის ღრმა უჯრები ჩასმული, ეს იმისთვის არის, რომ ღუმელთან და გაზთან მეტი სათავსო იყოს ტაფები ქვაბებისთვის და ესეთი ჭურჭელისთვის. ეს არის მეგობრებო, ჩვენი ერთ-ერთი სამზარეულოს განხილვა იყო. ადევნეთ თვალე ჩვენს Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზეც მალე დაიდება ისეთი ვიდეოები, სადაც დეტალური აღწერებები არის ამ პროცესის, როგორ მივიდივართ ამ შედეგამდე. მოკლედ, გამოყვებით და იყავით ჩვენს გვერდით. აბა დროებით.